მე რომ მეგონა საზოგადოებაში შეთანხმებული ვიყავით იმაზე, რომ ახალდაქორწინებულმა წყვილმა ცალკე უნდა იცხოვროს, თურმე რა მომიგონია. ძალიან ბევრი დედა დღესაც ფიქრობს, რომ ცხოვრების ბოლომდე შვილთან უნდა იყოს. და თუ ვინმე ამაში შეეწინააღმდეგება, თვლის პირად მტრად. მე პირადად, როდესაც დავქორწინდი, იმის მიუხედავად, რომ ჩემებსაც ჰქონდათ ბინა და ჩემს ქმარსაც ჰქონდა სახლი, გადავწყვიტეთ სხვა ქალაქში, შეგვეძინა ბინა და იმის მიუხედავად, რომ სადღაც 7 წელი ვიხდიდით ამ იპოთეკურ სესხს და მართლა წელში გავწყდით, ვფიქრობ, რომ ეს იყო ჩემს ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე სწორი გადაწყვეტილება, რადგან ახალდაქორწინებულ წყვილს სჭირდება პირადი სივრცე, სადაც საკუთარი თამაშის წესებზე შეთანხმდება. და ამ პირად სივრცეში, ეს პირადი სივრცე მერეც გჭირდება ძალიან, მაგრამ ამ პირად სივრცეში ძალიან უხერხულად გამოიყურება გარეშე პირის ჩარევა. იქნება ეს დედა, დედამთილი, მამამთილი, მაზლი თუ ასე შემდეგ. მე მესმის ისიც, რომ ძალიან რთულია არსებული ეკონომიკური პრობლემების მქონე ქვეყანაში ყველა წყვილმა მოახერხოს ბინის ყიდვა, ცალკე ცხოვრება და ასე შემდეგ, მაგრამ აქ მეორე ამბავია, თუ ამ ყველაფერს ვერ ვახერხებთ, რამდენად არსებობს იმის საფრთხე, რომ მოვახერხებთ ზოგადად ოჯახის საჭიროებების დაკმაყოფილებას. ისიც მესმის, რომ გარკვეულ კომფორტს შეიცავს მშობლების სახლში ცხოვრება, თუნდაც ის ფაქტი, რომ კომუნალურებს არავინ გახდევინებს, თუნდაც ის, რომ ცხელი სადილი გვხვდება, თუნდაც ის, რომ ბავშვის დამტოვებელი გყავს, მაგრამ მაინც მგონია, რომ თუ წყვილს შეუძლია პასუხისმგებლობის აღება საკუთარ ცხოვრებაზე, ეს უნდა მოხდეს ცალკე და გარეშე თვალის მიღმა. თქვენ კონკრეტულად როგორ მოიქეცით? დაქორწინების შემდეგ დარჩით მშობლებთან თუ საცხოვრებლად გადახვედით ცალკე და ამ გადმოსახედიდან რამდენად სწორი იყო ეს გადაწყვეტილება?